დაკეტილი სასამართლო დარბაზები მედიის წარმომადგენლებისთვის. კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, დღეს დაიტესტა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი, სადაც მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებმა მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მოსულა. საკითხს ეხმაურებიან ადგილობრივ ოპოზიციასა და მმართველ გუნდში. ოპოზიციის სპექტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველანაირად ზღუდავს მედიას და ეს იმით დასტურდება, რომ მათ სასამართლო პროცესების გადაღებაში უშლის ხელს. მედიის დამოუკიდებლობის და განვითარების ხარისხი და ის პროგრესი, რაც 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 2020-2021 წლამდე გრძელდებოდა, ქართულმა ოცნებამ ესე ერთიანად აიღო და ნაგავში ჩააგდა. ეს იქიდან გამოიხატება, რომ სანამ მედიის თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე ვისაუბრებთ, ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეთ ის, რომ ჩვენი პარტიის შექმნიდან დღემდე მთელი სახელმწიფო მედია დაბლოკილია ჩვენი პარტიის წარმომადგენლებისთვის. ისიც არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მედიის მიმართ არის ძალიან უხეში დამოკიდებულებები. მაგალითად, გამოუძიებელია შარშან აქციის დროს დაშავებული ადამიანების დამნაშავები და არ არის გამოვლენილი, ვინ ჩაიდინა ის სისასტიკე, ყველამ კარგად ნახეთ თუ რა უყვეს ჟურნალისტებს და ოპერატორებს. აქედან გამომდინარე, მთელი ეს კამპანია აგებულია იმისთვის, რომ მედია შეიზღუდოს დამოუკიდებელი თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ამის მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანებამდე არ მივიდეს ინფორმაცია და მივიდეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც აწყობს ქართული ოცნების პროპაგანდას და იმ პროპაგანდის მანქანას, რასაც ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით ყოველდღიურად. დღეს სასამართლო პროცესის ჩაკეტვა მედიისთვის ამის ერთ-ერთი გამოვლინება და არ უნდათ ზოგადად ობიექტური ინფორმაცია მიიღონ ადამიანებმა, მოქალაქეებმა და მთლიანი პროცესი დაკეტეს, იმიტომ რომ ეს შეთხზილი, ეს მოგონილი ბრალდებები, რასაც ჩვენი მოქალაქეების მიმართ დავუშვათ იყენებენ, არ გაიგოს ადამიანებმა, ჩვეულებრივ მოქალაქეებმა და არ ნახოს თუ რა აბსურდში ცხოვრობ და გვაცხოვრებენ. მედიის თავისუფლების ხარისხი არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი დემოკრატიისთვის. თუ ჟურნალისტს თავისუფლად მოქმედების, გადაღების, საკუთარი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა არ მიეცა, რომელ დემოკრატიაზეა საერთოდ საუბარი. ბოლო 13 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ნელ-ნელა დაიწყო მედიის შეზღუდვა. მან ღია ომი გამოუცხადა თავისუფალ მედიას. ზოგი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზია მთლად გააუქმა, ზოგს ყველანაირ მარწუხებში აქცევს იმისთვის, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე და არ გაიგოს იმ მავნებლური პოლიტიკის შესახებ, რასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და დღეს იმ ზომამდეც მივიდა, რომ სასამართლო პროცესები ჩაკეტა მედიისთვის. ჩაკეტა, იმიტომ რომ არ დაინახოს ხალხმა, როგორც სრულმოწმეებით არის სავსე ეგრეთ წოდებული სასამართლო დარბაზები, როგორ აძლევენ ერთი და იგივე გაზეპირებულ და წინასწარ დაწერილ ჩვენებებს პოლიციელები იმისთვის, რომ სინდისის პატიმრებს გადატანითი მნიშვნელობით ყულფში გააყოფინონ თავი და ლამის უკვე გადატანითი მნიშვნელობაც აღარ ენიჭება და ლამის უკვე სასიკვდილოდ გაიმეტონ და არ ვიცი, ერთადერთი სიკვდილით დასჯის შემოღება გადარჩა ივანიშვილს, მეტი უკვე აღარაფერია დარჩენილი, ამ ქვეყანაში სრული დიქტატურაა გაფორმებული და ეს პირველ რიგში გამოიხატება სწორედ მედიის საქმიანობის შეზღუდვით. მედია დიდი ხანია უკვე თავისუფალი აღარ არის საქართველოში. დღეს მოხდა ის ფაქტი, რომ თლად უკვე კორეაში ვარ და რუსეთშიც არ შეუშვეს ტელევიზია სასამართლოზე. უბრალოდ ძალიან სამწუხარო პერიოდი დაგვიდგა, ასე ვიტყოდი და ძალიან ცუდია ის, რომ ხალხს კიდევ ძინავს, კიდევ არ გამოფხიზლებულა. მე ვიძახდი ხოლმე, რომ ვიყავით რუსეთში, მაგრამ არა მეგობრებო, რუსეთში აღარა ვართ, ვართ კორეაში და თუ არ გამოფხიზდებით, მალე ალბათ ჩვენ საკუთარ სახლებშიც აღარ შეგვიშვებენ. ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ ტელევიზია ვეღარ ემუშავება ხალხს, მოდი ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ
ბევრი ადამიანი ტელევიზიიდან იგებდა იმ ინფორმაციას, რომელი ინფორმაციაც უნდა მისულიყო ხალხამდე. ეხლა ეს ინფორმაცია ნამდვილად აღარ მივა, ალბათ ტელევიზიებიც დაიხურება. ბევრი სხვა ობიექტი უკვე იხურება, რომელიც ხალხისთვის სასარგებლო იყო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გავმეორდები, რომ თუ არ გამოფხიზდებით, კორეაში ვართ უკვე და კორეის იქით ალბათ ციმბირში ამოვყოფთ თავს, აი ამას ვიტყოდი. დამოუკიდებელია სრულად იმდენად რამდენადაც თვითონ ეს მედია თუ გარკვეულწილად დამოკიდებულს ხდის ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ ფინანსურ ჯგუფს, ეს უკვე მათი გადაწყვეტილებით არიან გარკვეულწილად დამოკიდებულები. როდესაც სიტყვა დამოკიდებულებას ვახსენებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის გარემოება, რომ ხელისუფლების მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან სრულიად თავისუფლები არიან. ამაზე უამრავი ფაქტის მოტანა შეიძლება და ქვეყნის მოსახლეობა ხედავს ამას. ზედმეტად დამოუკიდებლებიც კი არიან, როდესაც რაღაც გარკვეული ჩარჩოებიდან ზნეობის, მორალის და ჟურნალისტური ეთიკის ჩარჩოებიდანაც ხშირად გადიან. ასე რომ დამოუკიდებლობა ხელისუფლების მხრიდან არის. აი მათი დამკვეთების მხრიდან რამდენადაც არის, ეს უკვე თვითონ მათი პრობლემაა. და მოგახსენოთ, რომ სინდისის პატიმარი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც საკუთარი მოსაზრებების გამო არის ხელისუფლების მხრიდან დაპატიმრებული. საქართველოში ასეთი პატიმრები არ არიან. ნაწილი შეგნებულად მიდის იმაზე, რომ დააპატიმრონ, რათა ისეთი ფონი შექმნან ზედაპირულად გარეგნოთ, რომ ქვეყანაში ოპოზიციას აპატიმრებენ. ნაწილმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლებით არის დაჟადი. ყველას გვაქვს ნანახი კადრები, რა თქმა უნდა, მტკიცებულების საკითხია თუ რამდენად დაუმტკიცებენ, მაგრამ ეს უკვე დეტალებს შეცვლა. რაც შეეხება ჟურნალისტების არ შეშვებას, მინდა განგიცხადოთ, რომ კანონით გადაღების უფლება, პროცესის გადაღების უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებლს. რა თქმა უნდა, სხვა მაუწყებლების დაშვებაც შეიძლება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მსვლელობას ხელს არ შეუშლიან. ვფიქრობ, რომ მედია ძალიან თავისუფალია. იმდენ თავისუფალია, რომ მხარე გახდა. რაც სასიამოვნო არ არის, იმიტომ რომ მეც ყოფილა ოპოზიციაში და როდესაც ოპოზიციურად გაწყობილი ტელევიზიებიც იყო იმ პერიოდში და ჟურნალისტები ყოველთვის ობიექტურობას იჩენდნენ და ამ შემთხვევაში მე მაგალითად ვერ ვიტყვი მაგას, ახლა ისეთ განცხადებებს აკეთებენ ზოგიერთი ჟურნალისტები, რომ უკვე მხარე არის. რაც შეეხება, ამით მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი არის, რაც შეეხება სასამართლოზე არ დაშვებას, ეს უკვე კანონია მიღებული და ამ კანონის საფუძველზე ეს კანონი ძალაში შევიდა და ამ კანონის საფუძველზე მაგიტომ არ დაუშვეს ჟურნალისტები. და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ფაქტიურად სინდისის პატიმრებს მე ვერ დავარქვევ მათ, როგორც არ უნდა გაღიზიანდეს ოპოზიცია, იმიტომ რომ ყველას აქვს, ზოგს პოლიციელი ყავს დაზიანებული. მე მინდა მოუწოდო ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანსაც და ეს ოღონ ობიექტურებს, რომ ჩავიდნენ და რუსთაველი დაათვალიერონ, იქ მოქალაქეებს აქვთ ოფისები, რაღაცა კერძო ფართები აქვს, აბსოლუტურად დანგრეულია ყველაფერი. და ამას რას დაარქვენ ისინი მაინტერესებს, რომელი სინდისის პატიმარზე არის საუბარი. შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. ცვლილების მიხედვით ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის ხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ ხელისუფლებამ არ დაინდო რეგიონში მომუშავე ტელერადიო კომპანია თრიალეთიც. დღეს შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიას ინკასო დაადო. ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ ტელევიზია მაუწყებლობას შეწყვეტს და რეგიონში აღარ იქნება ხალხის ხმა.